შენ წავიდეთ აქედან იქ აქაურ გარემოს ღრმა დააქვს იქ სადაც ანიბანი იქ სადაც დირი დარი დურია შენ წავიდეთ აქედან იქ აქაურ გარემოს ღრმა დააქვს საღამოშიდობისა პატრიცემულო წერიმაყურებლებო დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად ტელეკომპანია მაესტროს ეთერში დღეს პრინციპში უნდა ყოფილიყო ამ სეზონის ბოლო გადაცემა და ამისთვის ვემზადებოდით ახლა მაგრამ როგორი სიტუაცია ცოტა დიდი გამოვიდა ეს გადაცემა იდეაში რასაც ვაკეთებდი ძალიან ბევრი ვიდეოები ქონდა გასაშვები ძალიან ბევრი და ვიცი რომ დღეს ფეხბურთია და ყველა ველოდებით გიჟებივით ამ ფეხბურთს იმიტომ რომ ფეხბურთის ქვეყანა ვარ ჩვენ და თქვენც არ მინდა რომ რაღაცნაირად მოგაცდინოთ ამ გადაცემისთვის ფეხბურთს უყუროთ ყველამ ერთად და შემოვედი რატო შემოვედი საერთოდ რომ დაგშვიდობებოდი დიდი მადლობა მე თქვა თქვენთვის იმისთვის რომ მთელი წლის განმავლობაში ერთგულად გვიყურებდით და აი ესე გვიერთგულეთ და ვფიქრობდით მე და ლიზა რომ აი რა შეიძლებოდა რომ გაგვიშვა ესეთი და რა გაგვეკეთებინა ისეთი რომ რაღაცნაირად აი მარადიული საქართველოს ამბავში ყოფილიყო რომ საქართველოს დღეს არ იწყება მარტო და არ დაწყებოდა 2003 წელს და არ დაწყებულა კიდე მე-19 და კიდევაც მე-18 საუკუნეში ძალიან დიდი ისტორია ამ ისტორიაში ძალიან ბევრმა ადამიანმა თავის სისხლი დაღვარა თავისი ოჯახის სისხლი დაღვარა ის იმიტომ რომ ჩვენამდე მოეტანათ დღეს ეს ქვეყანა და მე ამას ვუყურებ ერთ დროში რა იმიტომ რომ დრო არ არსებობს იქ რა უფლისთვის არ არსებობს დრო იმისთვის არის უბრალოდ აი ეს მიდის და ესტაფეტასავით გადაეცემა ერთი თაობიდან მეორე თაობას საქართველოს ბედი მეორე თაობიდან მესამე თაობას საქართველოს ბედი და აი ესე მოვიდა ჩვენამდე და რა თქმა უნდა ჩვენს ძალიან დიდი საბრძოლელი გვაქვს იმისთვის რომ ჩვენ მომავალ თაობას ჩვენ შთამომავლებს გადავცეთ ეს და დაუტოვოთ ისეთი საქართველო როგორსაც საქართველო იმსახურებს და რომელსაც ქართველი ხალხი წარსული აწმყო თუ მომავალი იმსახურებს თუ იმსახურებდა ადრე რა აი ესეთი და რაღაცნაირად აი ამდენი ჭირვარამი გამოვლილი ქვეყანა ამდენი ბრძოლებით ამდენი ყველაფრით რა რომ ვერავინ უარი ვერ გვათქმევინა პირველ რიგში ჩვენ სამშობლოზე ვერავინ უარი ვერ გვათქმევინა რაც ყველაზე უფრო მთავარია მაცხოვარზე ნაზარეველზე ქრისტეზე თქვენ კარგად გახსოვთ რა პერიოდები გაიარა საქართველოს ჩრდილოეთ კავკასია საერთოდ გამოსულმანდა თემურლენგის შემოსევების დროს ჩვენ არა ჩვენ ისევ დავრჩით იქ სადაც ავარ და დავრჩებით სანამ საქართველოს იარსებებს და ქართველი იარსებებს რა აი თუ შეიძლება გავუშვათ ეს კლიპი ძალიან ბევრი ვიფიქრეთ ამ კლიპზე და როგორ გავაკეთებინა და როგორ გვენახებინა საერთოდ ეს ყველაფერი თქვენთვის მინდა რომ გავუშვათ ეს ჩვენი ნაფიქრალი თუ შეიძლება არ გაგკიცხოთ ძალიან იმიტომ რომ მთელი გულით და სულით გავაკეთეთ ეს ყველაფერი რა ყოველთვის როცა Matros da
Verhuis potolta tetri lashkari Ashrialeba ushores khabra Verhuis potolta tetri lashkari Ashrialeba ushores khabra Khoveltvis rotsa Daberaus kari Danis tebisas Gaipen saprat Verhuis potolta Tetri lashkari Ashrialdeba Ushores zghabra Mama ochun, რომელი ხარ ცათაში, წმინდა იყო სახელი შენ, მოვედი სუფევაში, იყავ ნებაში, ვითარცა ცათაში, ეგრეც აქვეყანა საზედა, ური ჩვენი არსებისა მინი ჩვენ დღეს, ამოგვიტანი ჩვენ თანანადებნი ჩვენ, ვითარცა ჩვენ მიუდევებ თანამდებთამა ჩვენთან, და შეგვიყვანებ ჩვენ დასასრულს, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. ამინ. ხო, ну აი წარმოიდგინეთ, ამიტომ მინდოდა დღეს რომ შემოსულიყავი ეთერში. არც თქვენ მომეწყინეთ, ესე ვთქვათ, თქვენთვისაც დრო არ წამერთმია, იმიტომ რომ ყველა ფეხბურთს ველოდებით, მთელი საქართველო ფეხბურთს ელოდება და რა თქმა უნდა ჩვენც არ მოგაწყენთ ამას და უბრალოდ გვინდოდა რომ დამშვიდობება ყოფილიყო და ისე არ ყოფილიყო რომ დღევანდელი ეთერი არ შემდგარიყო. აი ამიტომაც მოვედით მე და ლიზა და დღევანდელი ეთერი მაინც ეთერს ვერ დავარქვევ ამას, მაგრამ აი ეს პატარა ჩართვა რაც იქნება, აი ესე მინდოდა გადავწყვიტეთ რომ დამშვიდობება თქვენთან აი ესეთი დამშვიდობება გქონოდა დღეს რა. პრინციპში რა დარჩა ხო, სექტემბერში დავბრუნდებით უკვე უფრო დიდი ესე ვთქვათ სიურპრიზებით, უფრო ნიჭიერი ადამიანებით ვეცდებით, უფრო კარგი პროდუქტით, ესე ვთქვათ, სატელევიზიო პროდუქტებით და რა ვიცი, ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ეს არ არის არანაირ შემთხვევაში არ ეხება, თქვენ იცით რომ ამ გადაცემაში ერთხელაც კი რეკლამა არ გასულა რა, ეს არ ეხება კომერციას რა. ეს უფრო ჩვენი ბრძოლის მდგომარეობა და უფრო სულიერი მდგომარეობაა. ვიდრე რაღაცა კომერცია და ტელევიზია და შოუ ბიზნესი და ამ მატერიალური მოგების მიღება რა. არავითარ შემთხვევაში ეს არ იქნება. მით უმეტეს ამ გადაცემაში რა. ამ გადაცემაში რეკლამა არასოდეს არ იქნება. არ გავწყვიტავთ თქვენ ყურადღებას რეკლამით. არასოდეს რა. იმიტომ რომ ძალიან გვიყვარხართ, პატივს ვცემთ და დიდ პატივს ვცემთ თქვენ აზრს, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ და ეს ყველაფერი გამოჩნდა იმითი რომ ამ ქვეყანაში არის მშვიდობა. თქვენ რო არ ყოფილიყავით, ამ ქვეყანაში მშვიდობა არ იქნებოდა. გამორიცხულია. ეს არის გენეტიკა, ქართველების გენეტიკა, რომ ვერავინ მათ ვეღარასოდეს ვეღარ მოატყუებს. რა ძვირფასი სიტყვებიც არ უნდა გველაპარაკონ რა. იმიტომ რომ საქმე არის ყველაზე უფრო მთავარი. გააჩნია ვინ როგორ მოგვიდგება. მოგვიდგებიან მეგობრულად, მიუდგებით მეგობრულად. არ მოგვიდგებიან მეგობრულად, მიუხვდებით იმას, რომ არ გვიდგებიან მეგობრულად და არ ჩვენ არ ვიქნებით ვალში არავისთან. მოკლედ რა ვიცი, გამიგდედა ლაპარაკი, ეს არის რა, ესე ამის თქმა მინდოდა რა, მოკლედ შემოვედი, ეხლა ლიზაც შემოვიყვანეთ, ყველა უბრალოდ თხოვე რომ შემომყევი მეთქი მაინც და ლიზა შემომყვა რა და
კარგად ბრძანდებოდეთ, მოკლედ გისურვებთ კარგი ზაფხულის დღეს თქვენ შვილებთან, შვილიშვილებთან ერთად ბედნიერებას, კარგ დასვენებას და შევხვდებით სექტემბერში. დიდი მადლობა რომ მთელი წელი გვიყურებდით, გაგვიძელით. ყველაფრისთვის დიდი მადლობა, ვიყოთ ერთად და ერთმანეთი არ მივაგდოთ, მთავარია ერთმანეთს გადავეფაროთ. ვეღარავინ ჩვენ ვერ მოგვიგებს და ვეღარავინ ვერ გააკეთებს იმას, რომ ჩვენ რამეში, ესე ვთქვათ, მოგვატყუოს ან ჩვენი ქვეყნის ინტერესები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ვეღარავინ ვეღარასოდეს თავის სასარგებლოდ ვერ გამოიყენებს. მოკლედ ეს იყო. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ღმერთი არის ჩვენთან, როგორც ყოველთვის არის და იყოს. ნახვამდის მომავალში ხვედრა. ნახვამდის.